უკვე პირდაპირ ეთერში უსმენდით სიტყვით გამოსვლებს აქციაზე, აქციის მონაწილეებს მიმართა პაარტა ბურჭულაძემ და შემდეგ მურთა ზოდელავამ, როგორც მოვისმინეთ, აქციის მონაწილეები აპირებენ გადაინაცვლონ პრეზიდენტის სასახლესთან. განაგრძობთ გამოშვება, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კახეთში თელავში რეგისტრირებულია 54,959 ამომრჩეველი. სულ გახსნილია 43 საარჩევნო უბანი, მერობისთვის აქ 2 კანდიდატი იბრძვის. სწორედ კახეთთან ნათია წითელაურს ჩართავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, როგორ მიმდინარეობს პროცესი? თამარ, საარჩევნო უბნების დახურვამდე თითქმის 1 საათია დარჩენილი და ამ დრომდე კახეთის რეგიონში არც ერთი საჩივარი არ არის დაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო კომისიის ოლქების თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეთა აქტივობა იყო საშუალო და ახალი ელექტრონული წესით კენჭისყრის პროცესი მათ არ გაჭირვებიათ და საშუალო იყო აქტივობა, როგორც გითხარით, რაც შეეხება სხვა მოვლენებს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და კონსტიტუციური უფლება გამოიყენა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. მან საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი განმარტა და აღნიშნა, რომ ხმა მისცა ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას, ასევე მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს მერობის კანდიდატებმა ქართული ოცნებიდან. მნიშვნელოვანი დღე არის დღეს საქართველოსთვის. კახეთში აქტივობა საკმაოდ მაღალია თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მხარი დაუჭერეთ ქართულ ოცნებას, ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეციკეთეს რეგიონებისთვის და მინდა წარმატება უსურვოთ ჩვენ ქვეყანას. და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საარჩევნო გარემო, ისე როგორც მიმდინარეობს საოცრად მშვიდ გარემოში, ზუსტად ასე ჩავტარდება და კიდევ ერთხელ ქართული ოცნება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას იზეიმებს. დღეს მოვედი საარჩევნო უბანზე, მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, ხმა მივეცი ჩვენი მუნიციპალიტეტის უფრო გალამაზებას, უფრო მეტ წარმატებას, წინსვლას და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული და პერსპექტიული ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 17,191 ამომრჩეველმა, რაც არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22.2. ამ წუთებში განცხადებას აკეთებს ქართული ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში გთავაზობთ კახიკალაძის განცხადებას. არჩევნებს ზოგადად ახასიათებს დაბალი აქტივობა თბილისში. არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300,000-მდე ამომრჩეველმა. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, ქართული ოცნებისა და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომელიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში. მადლობა. ბატონ კახი, კითხავთ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ახლა მიმდინარეობს ბურჭულაძის განცხადებას, ალბათ მოისმენდით თქვენ, რომ ხელისუფლება მათ გადაიბარეს. და აპირებენ 6 ადამიანის თანამდებობის პირის გასამართლებას, თქვენ დაგასახელეს, სხვები არიან, რას პასუხობთ მათ? არა, არ ვიცი ხა რა გიპასუხოთ, არ ვიცი. ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში. ეს არის ჩემი პასუხი. რა პროცესების განვითარებას ელოდებით დღეს? ისინი საუბრობენ ისე მშვიდობიან რევოლუციაზე, მშვიდობიან დამხობაზე. ძალიან მარტივია. შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ კი ვინმე გაბედავს და გადადგავს კანონ საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას რა თქმა უნდა
სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი უწყებების მხრიდან მოყვება რეაგირება კანონის ფარგლებში. თუმცა ბატონ კახი, ასეთი ნაბიჯები შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად დაანოს და რამდენიმე წუთის წინ მაგალითად კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებზე ამბობენ, რომ უნდა დაიკავონ ეს შენობები. კიდევ ერთხელ აი ასეთ გზავნილებზე თქვენ ამბობთ, რომ ვინც კანონს გადაცდება მიიღებს შესაბამის პასუხს, თუმცა ალბათ ეს არ არის კანონიერი ასეთი ანონსი, ხომ? ამაზე რას გვეტყვით? ყველა ქმედებას მოყვება რეაგირება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის, რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე, გამოხატა მისი მხარდაჭერა, თანადგომა ქართული ოცნების მიმართ. ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან და პასუხი ისიც, თუნდაც რა რაოდენობა არის შეკრებილი დღეს თავისუფლებაზე. რა რაოდენობაა თქვენთვის ეს? თვითონ ამბობენ, რომ ეს არის ქართველი ხალხი. არა, ცხადია ქართველი ხალხია, მაგრამ მათ სამწუხაროდ ისინი არიან ძალიან დიდ უმცირესობაში. უმცირესობის უმცირესობაში არიან. ბატონო კახი, მოგესალმებით, კესო კაფეინზე რუსთავიორი. დღეს გავიგეთ, რომ ლელო დატოვეს პარტიის წევრებმა, ამ დროისთვის 5 არის, როგორც ვიცი. ასევე გახარიას სიის პირველმა ნომერმა სამცხე-ჯავახეთში დატოვა პარტია. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით გავიგეთ, ისინი ემიჯნებიან ძალადობას და როგორც ერთ-ერთს ეწერა, ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს, ვიდრე არჩევნებისო. რას ნიშნავს და რატომ ხდება მათი პარტიებიდან ამ პარტიის წევრების გადინება? მგონია რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ხო? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობა ქვეყანაში, უნდა სიმშვიდე და უნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. შეიძლება ვიღაცას კონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ემხრობოდეს ძალადობას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩვას და ასე შემდეგ. შესაბამისად, სტატუსები და მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ ამ ადამიანების მხრიდან, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ აღმოჩნდნენ იმ მოძალადეების გვერდით, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ განცხადებების სახით. ერთ დავაზუსტებ ბატონ კახი, უშუალოდ ოპოზიციის ლიდერებმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს, იციან, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი შეიძლება იყოს მათზე, ხომ? ის, რასაც ამბობენ, რომ უნდა იყოს პრეზიდენტის რეზიდენცია და ასე შემდეგ, ეს არის უტყუარად კანონდარღვევა. რატომ მიდიან ასეთ დაპირისპირებაზე სახელმწიფოსთან? არ ვიცი, ეს მათ უნდა კითხოთ, მათი გადასაწყვეტია, მათი ნება, ვინ რას ირჩევს, თუ ვინმეს უნდა გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ესეც რა თქმა უნდა მათი უფლებაა და არავინ არ ზღუდავს ამაზე. თუმცა, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ტიპის ქმედებებს მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ცხადია კანონის ფარგლებში. ერთსაც კითხავთ საუბრობდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და დეзинფორმაციის კამპანიაზე. სხვადასხვა მაგალითები იყო, რომელსაც თავად გასცა პასუხი. რას ემსახურება ეს და რას ნიშნავს მთელი დღის განმავლობაში მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა? არჩევნების დროს, არჩევნების კამპანიის დროს, არჩევნების დღეს ეს არ ახალია და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მუდმივად მიმდინარეობს ამ ტიპის სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით. არანაირი სიმართლე, ყველაფერი ტყუილი, ყველაფერი ცილისამება და პირველი შემთხვევა არ არის. წინ არჩევნები და არჩევნებსაც თუ გავიხსენებთ, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენი ტყუილი და რამდენი ცრუ ინფორმაცია იქნა გაჟღერებული. თუმცა ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყველა ფაქტზე კონდეს სწორი პასუხი და რეალობა იცოდეს თუ რა არის. ერთსაც კითხავთ უშუალოდ თქვენს ნაწილთან მიმართებაში, თქვენ ამბობთ, რომ 70%-ზე მეტი მხარდაჭერა გექნებათ, ანუ იქნებით დედაქალაქის მერი ისევ. რა იქნება თქვენი მთავარი საქმიანობა უკვე ხვალინდელი დღიდან? ხომ რაც მხარდაჭერაზე როდესაც საუბრობ, ელოდოს დედაქალაქის ამომრჩეველი, რა იქნება ახალი თქვენ საქმიანობაში? როდესაც მხარდაჭერაზე ვსაუბრობ, მე გეუბნებით თქვენ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებს. ცხადია, ჯერ კიდევ არის დრო, 8-ზე თავდება ხმის მიცემის პროცესი. რაც შეეხება მხარდაჭერას, მე ამ მხარდაჭერას ვგრძნობდი მთელი კამპანიის განმავლობაში და არა მხოლოდ კამპანიის. 8 წელი მერი ვარ და დღემდე არ გამიწყვეტია ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან. ყოველთვის სხვადასხვა პლატფორმებით თუ უშუალო შეხვედრებით ვესაუბრებით თბილისში მცხოვრებ ადამიანებს სხვადასხვა პროექტებზე,
საომავლო გეგმებზე, გამოწვევებზეც და პრობლემებზეც არ გვიჭირს ამაზე საუბარი. მე ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია ჩავატარე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს იყო, ვისაც ჰქონდა კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროექტებით, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში და როგორ უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისელებს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, გავაგრძელებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს ჯერ არ დამთავრებულა. უამრავი სიახლეები დავაანონსეთ, რაც სასწაულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება გაგრძელებული. მადლობა. ბატონო კახა, დაგისვამთ ჩვენს შეკითხვებს, გვაქვს კითხვები. ახლა გავრცელდა ინფორმაცია და აი ამაზე გვინდა თქვენი კომენტარი, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი დაიბარეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და გამოხატეს ღრმა შეშფოთება თქვენი ლიდერების განცხადებების გამო. კონკრეტულად ეს შეშფოთება დაკავშირებულია მამუკაბდინარაძის ცნობილ განცხადებასთან ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების შესახებ გახსოვთ ალბათ. და ვინ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას? ამ რადიო თავისუფლება ავრცელებს ამ ინფორმაციას დადასტურებულია. ამერიკის შეერთებული ნახეთ მათი წყარო არის შეერთებული შტატების საელჩოს სპიკერი საქართველოში. ნახეთ, თქვენ ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევები გაგივრცელებთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასე რომ მე აღნიშნულ განცხადებას არ ვიცნობ, არ წამეკითხავს, არ გაცნობი ვარ. შესაძლებელია, თქვენ ფორმულას წარმოადგენთ? ფორმულას წარმოადგენს ძალიან დიდი ალბათობა, რომ ეს იყოს არასწორი ინფორმაცია. ამერიკასთან ურთიერთობის დაალგებას აპირებთ ბატონო კახა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ კახი კალაძეს. ახლა ხედავთ ორბელიანის სასახლესთან მიმდინარე მოვლენებს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში იმყოფებიან. მათმა ნაწილმა მოახერხა ღობეზე გადაძრომა, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას და აი ახლა ასეთი ვითარება არის ადგილზე. ისინი დაუპირისპირდნენ ადგილზე მყოფ დაცვის თანამშრომლებს. საათია ზუსტად 8:10 წუთი და ჩვენ ნახეთ პირველი ინციდენტი, რომელიც მოხდა ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 8:10 წუთზე მოახერხეს გადაძრომა ორბელიანის სასახლის ეზოში, ღობეზე გადაძრომა და ისინი დაუპირისპირდნენ სავარაუდოდ დაცვის თანამშრომლებს, სამართალდამცველებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ორბელიანის სასახლესთან. მანამდე წინ უძღოდა ამ მოვლენებს მოწოდებები, რომლებიც გააკეთა მურთაზ ზოდელავამ საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლისკენ. ახლა ჩვენ ლუკა ჩანგელიას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც ადგილზე მუშაობს. ლუკა, პირდაპირ ეთერში ხარ და გისმენთ. თამარ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან არის უკიდურესად დაძაბული ვითარება. აქციის მონაწილეები აქ რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ, მათ გაარღვიეს ის რკინის ღობე, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან არის განლაგებული და სცადეს უშუალოდ სასახლის ტერიტორიაზე შეჭრების შემდეგაც უკვე სასახლიდან აქ გამოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რადგანაც აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალას სასახლეში შესასვლელად, მათ გამოიყენეს ალტერნატიული ძალა, წიწაკის სპრეი და სწორედ ამ ხერხით აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს აღნიშნული ტერიტორია. თუმცა აქ კვლავ რჩებიან დემონსტრანტები, რომლებსაც უკეთიათ შავი ნიღბები და ისინი ცდილობენ კვლავ რომ შევიდნენ ტერიტორიაზე. არიან ძალიან აგრესიულები, ისვრენ სხვადასხვა საგნებს, ბლაგვ საგნებს, მათ შორის არის ქვები, წყლის ბოთლები, რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმს უმიზნებენ ამ შემთხვევაში. დიდი ალბათობით მათ აქვთ იმის სურვილი, რომ გაარღვიონ
ის ხელოვნური ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა შექმნეს ადგილზე იმისთვის, რომ დემონსტრანტების მხრიდან მომავალი აგრესია აერიდებინათ. აი ახლაც კადრში ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები კვლავ ღობეზე გადაძრომას ცდილობენ. მათ უკეთიათ აირწინაღები, აქვთ მიღბები და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მომზადებულიც არიან ამ სიტუაციისთვის, რომ გავიარო წინასწარ ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სცენიდან მოუწოდეს, რომ დაძრულიყვნენ პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით და დაებრუნებინათ, ასე თქვა პაატა ბურჭულაძემ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. როგორც ჩანს, პირველი ლოკაცია ამ შემთხვევაში იყო პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სასახლე, სადაც ახლაც გრძელდება მოქალაქეების მხრიდან მცდელობა, რომ გაარღვიონ რკინის ჯებირები და შევიდნენ პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი, წინა ხაზზე მყოფი მოქალაქეები, რომლებსაც უკეთიათ შავი ნიღბები და აირწინაღები ტერიტორიას არ ტოვებენ და პირიქით სპეცდანიშნულების რაზმის მიმართ სხვადასხვა საგნებს ისვრიან, რათა მოახერხონ პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყენებენ უკვე ალტერნატიულ ძალას, კანონით გათვალისწინებულ ზომას, წიწაკის სპრეის და მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა გარკვეულწილად არის, რათა დაატოვებინონ აგრესიულ დემონსტრანტებს ეს ტერიტორია, ისინი მაინც არ შორდებიან პრეზიდენტის სასახლის რკინის ღობეს, მისი ნაწილი უკვე დანგრეულია და კვლავ განაგრძობენ აგრესიულად ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობას. მადლობა ლუკა ჩანგელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, როგორც კადრში ხედავთ, საკმაოდ დაძაბულია ვითარება ორბელიანის სასახლესთან, სადაც აქციის მონაწილეებმა 8-10 წუთზე გაარღვიეს რკინის ღობე ორბელიანების სასახლესთან და შემდეგ მოახერხეს შეღწევა, სადაც სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ ეზო დაატოვებინეს, თუმცა ახლაც პერიოდულად გრძელდება დაპირისპირებები და მცდელობა, რომ მათ გაარღვიონ რკინის ღობე. კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი მუშაობს კურიერის ორბელიანის სასახლესთან. ახლა ნანა გოგატაძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, გისმენთ ნანა. თამარ, ორბელიანის მოედანზე ვიმყოფებით, ამ წუთებში ზუსტად 7 საათზე გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა. ამ ტერიტორიაზე და ვითარება არის საკმაოდ დაძაბული. მოსვლისთანავე გარკვეულმა ჯგუფის წარმომადგენლებმა გაარღვიეს რკინის კონსტრუქცია ჭიშკარი და სცადეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩასვლა. მხოლოდ ამის შემდგომ ნახეთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ამ ტერიტორიაზე და მას შემდგომ, რაც აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს რკინის ჭიშკარი, სამართლებმა უკვე გამოიყენეს მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი და ვითარება პრინციპში უცვლელია ბოლო 15 წუთის განმავლობაში. ზუსტად 7 საათიდან დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედნიდან გადმოინაცვლეს ასევე ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები ახლაც ამ წუთებშიც ცდილობენ ჭიშკრის გარღვევას. აქციის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით ისვრიან რკინის კონსტრუქციებს. მოწყობილი აქვთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი ბარიკადებიც, რომელსაც სავარაუდოდ მაყურებელი ახლა პირდაპირ ეთერშიც ხედავთ, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება ქუჩის ტერიტორიაზე. პერიოდულად ისინი მიახლოვდებიან პრეზიდენტის რეზიდენციას, ნაცვლობენ ჭიშკრის გარღვევას. პრინციპში ჭიშკარი რკინის კონსტრუქცია უკვე არის მორღვეული და ეს აქციის მონაწილეებმა ხედავთ ახაც დემონსტრანტების ნაწილს გამოაქვთ ეს რკინის ჯებირები და ცდილობენ ერთგვარი წინაღობის შექმნას. უშუალოდ და პერიმეტრზე პირშავიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, მათ ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში არ გამოუყენებიათ სპეციალური საშუალებები, იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები უკვე ეზოს ტერიტორიაზე ინაცვლებენ. ასევე ხედავთ, რომ დემონსტრანტების ნაწილი ისვრის სამართალდამცველების
სისტემაში. მოარღვიეს ჭიშკარი ორბელიანის სასახლის ჭიშკარი შიდა პერიმეტრზე რჩებიან სპეციალური დანიშნულების ვაზის წარმომადგენლები განაცხადებს ხედავთ ჩემიან დემონსტრანტები რომლებიც ახლაც ცდილობენ ჭიშკრის გარღვევას. მადლობა ნანა გოლგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ჟურნალისტებს უწევთ დამცავი საშუალებებით მუშაობა ადგილზე, იმიტომ რომ პერიოდულად ხდება წიწაკის სპრეის გაშვება, ამიტომ მე მაყურებელს ვეტყვი, რომ ის საუბრობდა ინციდენტზე, რომელიც ზუსტად 19 საათსა და 10 წუთზე მოხდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, როდესაც აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს რკინის ღობე, მათმა ნაწილმა მოახერხა ეზოში შეღწევა და პერიოდულად ესეთი დაპირისპირებები გრძელდება, ისევ არის მცდელობა, რომ მოხდეს რკინის ღობის გარღვევა. პარალელურად, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს გარკვეული საგნების სროლა ეზოს მიმართულებით, სადაც იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი. ასევე აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებით ცდილობენ ბარიკადების აღმართვას. ჩვენი კიდევ ერთი გადამღები ჯგუფია ადგილზე. თამარ თათარაშვილი იმყოფება ორბელიანების სასახლესთან. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება თამარ. თავად მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში როგორც ნახში მიმართებით პრეზიდენტის სასახლესთან სადაც უდიდესად დაძაბული აქციის მონაწილეები იმყოფებიან პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე. ხედავთ რომ მობილიზებულები არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, სპეციალური ეკიპირებით, ქარებით, ასევე საკუთრივ პოლიციის წარმომადგენლები. თავდაპირველად როდესაც აქციის მონაწილეები თამარ თათარაშვილი საუბრობდა, თუმცა მასაც უწევს სპეციალური დამცავი საშუალებებით მუშაობა შემთხვევის ადგილზე, ამიტომ ცოტა რთული აღსაქმელი არის ალბათ მაყურებლისთვის ხმა, იმიტომ რომ ადგილზე ისედაც ხმაურია, ისმის შეძახილები და თქვენ ხედავთ, რომ ახლაც აქციის მონაწილეები რჩებიან ადგილზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მოვლენების ქრონოლოგიას. დაახლოებით 7 საათისთვის დასრულდა მიმართვები საკრებულოს მდებარე ტერიტორიაზე, შეკრებილებს აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პაატა ბურჭულაძემ. შემდეგ უკვე მურთა ზოდელავამ, რომელმაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მათ უნდა გადაენაცვლათ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველი ინციდენტი დაპირისპირების მოხდა 19 საათსა და 10 წუთზე, როდესაც აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს რკინის ღობე და გადაინაცვლეს პრეზიდენტის სასახლის შიდა პერიმეტრზე. იქ იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლები, იყო გარკვეული დაპირისპირება მათსა და აქციის მონაწილეებს შორის. შემდეგ უკვე ეზო დაიკავა სპეცდანიშნულების რაზმმა და მათ სპეციალური საშუალებებით აქციის ამ მონაწილეებს დაატოვებინეს ორბელიანის სასახლის ეზო. შემდეგ ნახეთ ჩვენ კიდევ რამდენიმე დაპირისპირება, რამდენიმე მცდელობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მათ გაერღვიათ რკინის ღობე და აი ახლა სწორედ ამ ვითარებას ვადევნებთ ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში თვალს. ქართული ხალხის ზებასტურვი სხვა შემთხვევაში იქნება თქვენგან გამოყენებული სხვა საშუალებები, რომელიც არის ძალთა შეუსაბამობა, მიიღებთ პასუხს ისეთ როგორცაც იმსახურებს საქართველოს ქვეყნის დრები. ამიტომაც ჩვენ აქ ვართ მოსული მშვიდობიანად. თქვენ კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ ხალხს.
სპეცრაზმისკენ არის მიმართული სავარაუდოდ ეს შეძახილები, რომლებიც იმყოფებიან ორბელიანის სასახლის ეზოში. ვითარება უცვლელია ფაქტობრივად მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეები ისევ დგანან და პერიოდულად ცდილობენ რომ მოახერხონ ღობის გარღვევა. ჩვენ შეგვიძლია რომ ახლა ჩავთოთ ჩვენი კიდევ ერთი კორესპონდენტი ლუკა ჩანგელია, რომელიც იმყოფება ზუსტად ამ ადგილას. ლუკა, მოგვიყევი რა ხდება, ზუსტად სად გახარ შენ და რა ვითარება? თამარ, მე ამ წუთას ვდგავარ პრეზიდენტის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც დემონსტრანტები იმყოფებიან. წინა ხაზს ძირითადად იკავებენ მამაკაცები, რომლებსაც აქვთ აირწინაღები და ხშირ შემთხვევაში უკეთიათ შავი ნიჭრები, რითაც ისინი არ ცნობენ რომ ცდილობენ იდენტობის დაფარვას. პარალელურ რეჟიმში ზუსტად 2 წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ მოტოდება აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმელების მიმართ. მათ თქვეს რომ იმ შემთხვევაში თუ სპეცრაზმი წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს და დემონსტრანტებს არ შეუშვებს პრეზიდენტის სასახლეში, აქციის მონაწილეები გამოიყენებენ უფრო მკაცრ ზომას და მკაცრ ხერხებს, თუმცა ამ დრომდე არ აკონკრეტებენ რა შეიძლება იგულისხმებოდეს მკაცრ ხერხებში. მანამდე ჩვენ ნახეთ რომ აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით იცვლიან სხვადასხვა სახის საგნებს, ბლოკ საგნებს და აი ამ წუთას გაისროლეს უკვე პიროტექნიკური ასაფეთქებელი სპეცრაზმის მიმართულებით ერთ-ერთი აქციის მონაწილემ. საკმაოდ რთულია პრეზიდენტის სასახლის რკინის ღობე, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ფაქტობრივად მოშლილია ამ ტერიტორიაზე და დემონსტრანტები აქტიურად ცდილობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას. ამბობენ რომ უნდა დაიბრუნონ ეს ტერიტორია, თუმცა ბუნებრივია არასაბუთებენ ვისგან არის დასაბრუნებელი პრეზიდენტის სასახლე, მაგრამ ამბობენ იმას რომ ძალადობას არ მოერიდებიან. როგორც უკვე გითხარით, ზუსტად 3 წუთის წინ გაკეთდა დემონსტრანტების მხრიდან ეს განცხადება. აქვს თუ არა მას სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც შეიძლება რომ წინააღმდეგობა დაუწინონ უკვე სპეცდანიშნულების რაზმს, ამაზე კონკრეტულად არ უსაუბრიათ. თავად და სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს პრეზიდენტის სასახლის დაცვას დემონსტრანტებისგან. ერთადერთი ალტერნატიული საშუალების წინწაკის სპრეის გამოყენებით ამ დრომდე ჩვენ სხვა საშუალება ამ ტერიტორიაზე არ გვინახავს და შეგვიძლია ვთქვათ რომ არც თუ ისე დიდი რაოდენობის სპეცრაზმელი არის ეზოში განლაგებული, მხოლოდ იმდენი რამდენსაც შეუძლია უკვე შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა აქციის მონაწილეებისთვის. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს ან ძალადობის ან ზეწოლის ფაქტი აქციის მონაწილეების მიმართ, თუმცა ვხედავთ რომ აქციის მონაწილეები აქტიურად ისვრიან პრეზიდენტის სასახლის ეზოში სხვადასხვა ბლოკ საგნებს. მე ახლა შევეცდები ჩემს ოპერატორთან ერთად მართალია გადაადგილება ძალიან რთულია, თუმცა უფრო ახლოდან დაგანახოთ ვითარება, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება და ახლა გაჩვენებთ იმ ღობეს, რომელიც აქციის მონაწილეებმა აქ მოშალეს. ღობე არის ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის, ის რკინის საკმაოდ მძიმე კონსტრუქცია, რომლის მოშლაც ასე მარტივად შესაძლებელი არ არის, თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთიანი ძალით მიაწვნენ ამ ტერიტორიას, მოახერხეს რომ ღობე დაშლია და ახლა ნახეთ ეგრეთ წოდებული ჯებირები, რომლებიც ტროტუარებზე არის განლაგებული, იმისთვის რომ მანქანა არ გადავიდეს ტროტუარზე, დანიშნულების რაზმის მიმართულებით ერთ-ერთი აქციის მონაწილემ ისროლა. ალბათ ამას გულისხმობდნენ რამდენიმე წუთის წინ დემონსტრანტები, როდესაც მათ აღნიშნეს რომ ისინი სხვა ხერხსაც გამოიყენებდნენ სპეცრაზმის დასაყანად. ამ ტერიტორიიდან სპეცრაზმის რაზმი ასრულებს ის მოვალეობას, არტოვებს ტერიტორიას, იცავს სახელმწიფო უწყებას პრემიერის პრეზიდენტის სასახლის ბოდიში. თუმცა ვხედავთ რომ აქციის მონაწილეები კვლავ არ იშლებიან და ისინი ამბობენ რომ არ აპირებენ დაშლას, ვიდრე სასახლის შიდა ტერიტორიაზე არ შევლენ. პარალელურ რეჟიმში ასევე ვხედავთ იმასაც რომ რამდენიმე ადამიანი დროდადრო პერმანენტულად დგება ხოლმე ამაღლებულ ტერიტორიაზე. აი ახლა ხედავთ ზუსტად ამ რკინის კონსტრუქციაზე გასაუბრებოდით, ეგრეთების ჯებირზე, რომელიც მანქანების შემაკავებლად არის ამ ტერიტორიაზე განლაგებული, სწორედ ამ ჯებირს იღებენ ახლა აქციის მონაწილეები, მათ მსგავსი რკინის კონსტრუქცია რამდენიმე წუთის წინ. ლუკა, დიდი მადლობა, არ გემშვიდობები.
იმის გაკეთებას აპირებენ, ხედავთ ასე რომ ლუკა თუ გესმის ჩემი ხმა მე შენ არ გემშვიდობები იყავი ხაზზე უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მინდა გავაცნო მაყურებელს რომელიც უწყება სულ ცოტა ხნის წინ გავრცელა ტექსტში წერია მიმდინარე აქცია გაცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი დადგენილ ნორმებს აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული შენობების დაკავებას ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს. ეს არის განცხადება, რომელიც უწყება გავრცელა სულ ცოტა ხნის წინ. ვითარება ხედავთ რომ უცვლელია ორბელიანის სასახლესთან მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 19 საათსა და 10 წუთზე ნახეთ ჩვენ პირველი დაპირისპირება როდესაც აქციის მონაწილეებმა შეანგრიეს ორბელიანის სასახლის ეზოს რკინის ჯებირი და შეიჭრნენ სასახლის ტერიტორიაზე ამის შემდეგ მათ სპეცდანიშნულების რაზმმა წიწაკის სპრეის გამოყენებით დაატოვებინა ორბელიანების სასახლის ეზო და მათ დაინაცვლეს გარე პერიმეტრზე თუმცა შიგადაშიგ ისევ გრძელდება ღობის გარღვევის მცდელობა აქციის მონაწილეები ასევე ისვრიან გარკვეულ საგნებს სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით. რამ გამოგაშტერად საქმე არა ჩვენ არის კალკულატორი ახლა დროზე გადმოდი სახე ფარკატა ale going to be like the სპეცრაბის მიერ რჩება სასახლის ეზოში აქციის მონაწილეებიც რჩებიან გარე პერიმეტრზე და როგორც გესმით ისმის მოწოდებები ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისამართით ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა როგორც იცით მათი ორგანიზატორების განცხადებები და მოწოდებები რომლებმაც ჯერ დეკლარაციის მათ მიერ შედგენილი დეკლარაციის ტექსტი გააცნეს და შემდეგ უკვე მოუწოდეს რომ გადაენაცვლათ ორბელიანის სასახლის მდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ფიქრობ ხოლმე გადაგეუსწრებ. Which back to Mole and Akawa. მე კიდევ ერთხელ გაგაცნობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელა უწყება. მიმდინარე აქცია გაცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს. ეს არის
განცხადება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს რკინის ჯებირები და რამდენიმე მათგანმა მოახერხა ათონელის სასახლის ეზოში შეღწევა, თუმცა მათ მალევე დაატოვებინეს ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, რომლებმაც წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აი ხო თქვენ ხედავთ კადრში, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს ბარიკადების აღმართვას, ამისთვის ისინი იყენებენ ნაგვის ურნებს. სპეცდანიშნულების რაზმმა გადმოინაცვლა გარე პერიმეტრზე და ისინი აი სწორედ ამ ჯებირების აღმართვით ცდილობენ სავარაუდოდ მათი მიზანია რომ ერთგვარი ჯებირები აღმართონ და ხელი შეუშალონ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, რომლებმაც ეზოდან გადმოინაცვლეს უკვე ქუჩის პერიმეტრზე, სადაც აქციის მონაწილეები რჩებიან. გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა, სპეციალური საშუალებები, რომელსაც იყენებენ ხოლმე აი ესეთი ვითარების დროს. წყლის ჭალს ხედავთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების მისამართით იყენებენ სპეციალურ საშუალებებს სამართალდამცველები, ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა აღმართეს რკინის ბარიკადები, ისინი სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან გარკვეულ საგნებს, მათ ასევე სცადეს და გაარღვიეს ორბელიანის სასახლის რკინის ჯებირი და მოახერხეს შეღწევა რამდენიმე მათგანმა პრეზიდენტის სასახლის ეზოში. პირველი ინციდენტი, როგორც გითხარით, დაფიქსირდა 19 საათსა და 10 წუთზე და მას შემდეგ პერიოდულად იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, პერმანენტულად ცდილობდნენ აქციის მონაწილეები იგივე ქმედების განხორციელებას. აი ასეთია ვითარება ათონელის რეზიდენციასთან, უკვე გარე პერიმეტრზე გამოსული სპეცრაზმი, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეებიც. თქვენ კადრში ხედავთ, რომ აღმართულია სახელდახელო ბარიკადები, რომ და ამისთვის ისინი იყენებენ ურნებს, რკინის დამცავ ჯებირებს. ისმის შეურაცხყოფელი განცხადებებიც, აი ახლა შევხედავთ, რომ სავარაუდოდ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება ხდება ან განრიდება ტერიტორიიდან. მოგვიანებით დაზუსტება ინფორმაცია ეს პირის დააკავეს სამართალდამცველებმა თუ უბრალოდ განარიდეს ვითარებას, იმიტომ რომ საკმაოდ დაძაბული იყო სულ ცოტა ხნის წინ მოვლენები ათონელის რეზიდენციასთან. ეს ყველაფერი ხდება ზუსტად პრეზიდენტის რეზიდენციის პირდაპირ. აქციის მონაწილეებმა ახლა მარჯვნივ გადაინაცვლეს ორბელიანის მოედნისკენ და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები განლაგდნენ გარე ტერიტორიაზე. ახლა თქვენ ხედავთ აქციის მონაწილეებს კადრში, რომლებიც ხმაურის გამოცემას ცდილობენ თვითონაც ჯებირების მიღმა, რომელიც მათ აღმართეს აქ სახელდახელოდ, მას შემდეგ რაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გადმოინაცვლეს წინახასი. ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს ადგილიდან, რომ უკვე გაისმა პირველი განცხადება ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან გაფრთხილება შესაბამისი აპარატურით, როგორც ეს ხდება ხოლმე აქციაზე, რომ უნდა დაიშალონ აქციის მონაწილეები და თუ არ დაიშლებიან, მაშინ მათ მოუწევთ კანონით გათვალისწინებული ნორმების და საჭიროებების გამოყენება, ანუ
საუბარია წყლის ჭავლზე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეიზე და სხვა იმ საშუალებაზე, რომელსაც სპეციალური შვილების რაზმი იყენებს ხოლმე ასეთ შემთხვევაში, როდესაც მოვლენები აი ასე იძაბება. თქვენ გესმით კიდევაც ალბათ ხმა როგორ აფრთხილებენ სამართალდამცველები, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომ უნდა დაიშალონ ისინი და დატოვონ ტერიტორია. ხედავთ წყლის ჭავლს და მანამდე ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება, რომ აქციის მონაწილეებმა უნდა დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება გამოყენებული სპეციალური საშუალებები. პოლიციის მანქანებს, საპოლიციო ძალების გადაადგილებას, სპეცრაზმს, რომელიც განლაგებულია ჯერჯერობით, მანამდე როგორც გითხარით, იყო გაფრთხილება აქციის მონაწილეების მისამართით, რომ მათ უნდა დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყება გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს. აქციის მონაწილეები ისევ ჩვენ ვხედავთ, რომ რჩებიან ადგილზე, მათი ნაწილი რჩება ადგილზე. თუმცა მათ გადაინაცვლეს ორბელიანის მოედნის მიმართულებით შედარებით მარცხნივ, იმიტომ რომ აი ეს ტერიტორია, რომელსაც ახლა ჩვენ კადრში ვხედავთ, ეს არის ზუსტად პირდაპირ ორბელიანების სასახლის ეზოს პირდაპირ არსებული ტერიტორია, სადაც მანამდე იყვნენ ისინი შეკრებილები, როდესაც მოხდა ეზოს რკინის ჯებირების გარღვევა და ადგილი ქონდა პირველ დაპირისპირებას, ეს იყო ზუსტად 19 საათსა და 10 წუთზე. სპეციალურ საშუალებებს, რომელსაც როგორც ჩანს, გაფრთხილების შემდეგ იყენებს სპეცდანიშნულების რაზმი, იმიტომ რომ მანამდე მათ გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ტერიტორია, სადაც ისინი ჯერ კიდევ რჩებიან, ეს არის ორბელიანის მოედანი. ცოტა ხნის წინ მოხდა ცრემლსადენის და აი ახლაც ხდება ცრემლსადენი აირის გაშვება. აქციის მონაწილეები რჩებიან, როგორც ხედავთ კადრში. ჯერჯერობით არ ტოვებენ ისინი ტერიტორიას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომელიც რამდენჯერმე გაჟღერდა ორბელიანის მოედანზე. ის მერეც, აი როგორც ხედავთ თქვენ, სპეცრაზმმა დაიწყო უკვე ცრემლსადენი აირის გამოყენება. კადრში ჩანს ბარიკადები და ისევ ისმის იგივე შინაარსის გაფრთხილება. დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსიტის სამსახურში და სამოქალაქო სისტემის დასაყარად. მოვალეობთ ეს დამყარების განმარტები ხალხი და მოქალაქე დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსიტის სამსახურში და სამოქალაქო სისტემის დასაყარად. მოვალეობთ ეს დამყარების განმარტები ხალხი და
ასეთი ავითარება ორბელიანის მოედანზე ისმის გაფრთხილება უკვე რამდენიმე წუთია. ძალოვანი უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ დატოვონ მათ მიმდებარე ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება გაფრთხილება, რომ ისინი გამოიყენեն კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მართლწესრიგის აღსადგენად. მანამდე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე აქცია გაცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს. მოქალაქეები ხომ დაიშალა წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგი სამსახური და სამოქალაქო სივრცის დასაბამად. სამართალდამცველების მობილიზებას ვხედავთ კადრში, ისინი იმყოფებიან ორბელიანების მოედანზე, პრაქტიკულად როგორც აი აქედან ჩანს ახლა ჩვენ ეთერში ორივე მხრიდან ორბელიანის მოედანზე, რომელსაც პრაქტიკულად ორი შესასვლელი აქვს, ქუჩას გულისხმობ, აი ორივე მხარეს სავარაუდოდ უკვე დგანან სპეცდანაშაულების რაზმის წევრები, რომლებმაც მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ განერიდონ ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა დაახლოებით 9 საათის წინ. ხედავთ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გადაინაცვლეს რამდენიმე მეტრის მოშორებით, თუმცა მათი ნაწილი კვლავ რჩება ადგილზე. თუმცა ოდნავ მოშორებით გადაინაცვლეს მათ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 7 საათისთვის შეკრების ორგანიზატორებმა საკრებულოსთან მიმართეს აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედანზე, რომ მათ უნდა გადაინაცვლათ პრეზიდენტის სასახლისკენ, რასაც მოყვა შემდეგ უკვე ინციდენტი. ახლა ამ კადრებს ხედავს ზუსტად ჩვენი მაყურებელი, როდესაც აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს ორბელიანის სასახლის აი ახლა ჩვენ ვხედავთ კადრებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვიღებთ სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, მას ფორმა აცვია, თუ არ ვცდები, სავარაუდოდ არის სპეცრაზმის წარმომადგენელი, რომელსაც დაზიანებები აქვს მიღებული და სამედიცინო ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ექიმები მას უწევენ პირველად დახმარებას. სავარაუდოდ მას აქვს დაზიანება მიღებული სახის არეში, აი ახლა ამ კადრებს ჩვენ ერთად ვუყურებთ. მარცხენა მხარეს კი თქვენ ხედავთ კადრებს, რომელიც დაახლოებით 9 საათის წინ არის გადაღებული 19 საათსა და 10 წუთზე, როდესაც აქციის მონაწილეებმა შეანგრიეს ორბელიანის სასახლის ეზო და შევარდნენ ორბელიანის სასახლის ეზოში. მათ მალევე დაატოვებინეს სამართალდამცველებმა ეს ტერიტორია, თუმცა იყო კიდევ ცდილობა რამდენჯერმე, რომ სხვა მხრიდან მათ ასევე შეენგრიათ რკინის ღობე. აი ეხლა კი ჩვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში ახლა რა ხდება ამ წუთებში ორბელიანის მოედანზე. ისევ ისმის ხმა პერმანენტული გაფრთხილება ძალოვანი უწყების მხრიდან, რომ აქციის მონაწილეებმა უნდა დატოვონ ტერიტორია, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდარღვევის შემთხვევაში, პოლიცია საპოლიციო ძალებს მოუწევთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება.
ახლა ისევ სასწრაფო დახმარების მანქანა არის კადრში, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სავარაუდოდ ერთ-ერთი სპეცრაზმელი იმყოფება. როგორც ნახეთ ჩვენ კადრებში, მას დაზიანება ჰქონდა სახის არეში მიღებული და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მას უწევდნენ პირველად დახმარებას. თამარ თათარაშვილი ზუსტად აქ დგას ახლა, თუ არ ვცდები და ის მოგვიყვება რა ხდება. თამარ, შეგიძლია უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდო ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით? თამარ, არ ვიცი, გესმის სავარაუდოდ ჩემი ხმა. ახლა გესმის. ოდნა მოვშორდით პერიმეტრს, იმიტომ რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლება სულ ცოტა ხნის წინ გამოიყენეს სპეციალური ღონისძიებები. საუბარი არის ამ შემთხვევაში ცრემსადენ გაზზე, რომელიც ბუნებრივია, მე ძალიან მიჭირს ახლა საუბარი. იმიტომ რომ გვერდითი ეფექტი აქვს, ყელის ძლიერი წვა, თვალების წვა შესაბამისად ცოტა რთულია, თუმცა შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ახლა ამბავი. მოკლედ, ამ წუთებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩვენ ჟურნალისტებს უწევთ ესეთ ვითარებაში მუშაობა, არის საკმაოდ სერიოზული დაკომლიანება, უბრალოდ სუნთქვის გაძნელება ხდება, როდესაც საუბრობს თამარ თათარაშვილი, მან ახლა ვხედავ რომ გაიკეთა დამცავი საშუალება, თუ გავიგებთ მის ხმას მოусმინოთ. ეკიპირებით მიწევს მისამბრამ სპეციალური ეკიპირებით მიწევს ახლა მუშაობა, იმიტომ რომ ცემსადენ დღეს აქვს ესეთი ეფექტი, რომ ლიწვის თვალების შესაბამისად ლიწვის კანდიდატური არის საუბარი, ამიტომ შევეცდები მოგიყვეთ მაგისტრატის სიტუაცია. ამ წუთებში ისმის სპეციალური გაფრთხილების ხმოვანი შეტყობინება, რომელსაც ჩვენ ვიდით ეს აქცია. თამარ, არის მის შენი ხმა სამწუხაროდ მიწევს რომ დაგემშვიდობა, თუმცა მე მესმოდა რომ შენ საუბრობდი იმაზე, რომ აი ახლაც ისმის გაფრთხილება და ბოლო 20 წუთია, მე მგონი ძალოვანი უწყება აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომ მათ უნდა დატოვონ ტერიტორია, იმიტომ რომ თუ არ დატოვებენ, არ დაემორჩილებიან ამ მოთხოვნას, მაშინ ძალოვან უწყებას მოუწევს გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება. თქვენ ხედავთ ცრემსადენ გაზს, რომლის გასროლაც ხდება პერიოდულობით, აი ამ გაფრთხილების შემდეგ, რომელიც გაჟღერდა და აი ახლაც ისმის აქციაზე, ახლა სპეცრაზმა დაიწყო გადაადგილება, მათ წინ არის აი ხელოვნური ბარიკადები, რომელიც აქციის მონაწილეებმა აღმართეს ახალდახელოდ, ამისთვის ისინი იყენებენ ნაგვის ურნებს და რკინის ჯებირებს. არ ჯერჯერობით სპეცრაზმი რჩება, თუ არ ვცდები ადგილზე, აქედან ესე ჩანს, ყოველ შემთხვევაში უბრალოდ მათ გაასუფთავეს ეს პერიმეტრი სახელდახელოდ შექმნილი ბარიერებისგან. მობილიზებულია არაერთი სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ერთ-ერთ სამართალდამცველს, როგორც ნახეთ, ჩვენ დაჭირდა პირველადი სამედიცინო დახმარება. აი ახლა სპეცრაზმის წევრები, როგორც ხედავთ, ჩვენ მარცხენა კადრში დაიძრნენ, სავარაუდოდ ისინი გადაადგილდებიან ორბელიანის მოედანზე. იმ წერტილისკენ, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. ვხედავთ რამდენიმე აქციის რამდენიმე მონაწილესაც დროშებით ხელში, რომლებიც როგორც ჩანს არ ემორჩილებიან გაფრთხილებას. აი ახლა ვხედავთ, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს სამართალდამცველებმა, ეს არის დაკავება თუ განრიდება, ამას მოგვიანებით შევიტყობთ ჩვენ. და სპეცრაზმი გადაადგილდება უკვე აქციის მონაწილეების მიმართულებით.
სამართალდამცველები ცდილობენ, რომ გაათავისუფლონ ის ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა 19 საათსა და 10 წუთზე, როდესაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და გაარღვიეს ორბელიანის სასახლის ეზო, მას შემდეგ მათ გადმოინაცვლეს გარე პერიმეტრზე, მოუწოდეს აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა, რომ დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება ადგილზე. ჩვენ შეგვიძლია ახლა გაჩვენოთ კადრი პარლამენტიდან, რა ხდება რუსთაველის გამზირზე. ეს არის პარლამენტის ტერიტორია, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ასევე რჩებიან აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი. ეს კი უკვე არის თავისუფლების მოედანი, სადაც 4 საათზე იყო აქცია დაანონსებული, რომელიც შემდეგ მოგვიანებით დაიწყო დაახლოებით 6 საათზე და შემდეგ 1 საათში აქციის მონაწილეების ნაწილმა გადაინაცვლა უკვე ათონელის რეზიდენციასთან და ნაწილი, როგორც ახლა ცოტა ხნის წინ ნახეთ, ჩვენ რჩება პარლამენტის შენობასთან. აი როგორც ხედავთ, ასეთია ვითარება ახლა ორბელიანის მოედანზე. 8 საათზე ეთერს განაგრძობენ ნათია ლაზაშვილი და დავით კაკულია. მე კი დავტოვებ სტუდიას, თუმცა გიტოვებთ კადრს, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და ორბელიანის მოედანს, სადაც 3 წუთებში არის ეს ვითარება, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ.
მდგომარეობას დადგება. ქართველი ხალხის რისხვას ის ვერ გაექცევა. შეხედეთ რამდენი ვართ. გაიხედეთ რუსთაველისკენ. სავსეა რუსთაველი. სავსეა გოლმეურნეობის მოედანი. სავსეა თონელის მოედანი. მთელი თბილისი ჩვენია, ჩვენა ვართ. ქართველმა ხალხმა დაიბრუნა თბილისი და საქართველო. ეხლა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველა ქალაქში დაიწყოს მოძრაობა და მოქმედება და აგრძნობიათ ყველა გამგებელს იქნება ეს თუ ადგილობრივ ტიპს, ვინც აქ ბიზნესმენის წარმოადგენს, რომ ხელისუფლება ისულება და ივანიშვილი არ არის ჩვენი ხელისუფალი. შეგვეშინდეს ჭიში არ ვაჩვენოთ და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ყველათა თქვენთაგანი ვინც ახლა დგას ქუჩაში და თქვენ ხართ ასეულობით 1000 თითო ზარით კიდე დაიმატეთ ერთი ქართველი და ივანიშვილი მთავრდება დამთავრებულია ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენთან არის ასევე პატა ბურჭულაძე რომელიც რამდენიმე წუთში მოგმართავ თქვენ აქვე არის ამიტომ ვიყოთ კოორდინირებულები ვიყოთ შეკრულები ვიყავით ინფორმაციის წყაროს არ მოწყდეთ ჩვენ საკავართ და ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლება არ იყიდება გაიგებინა არ იყიდება ბიჭო შეფულის დომარა შენა გაიგე ქართველი არ იყიდება საქართველოს შენ დაგაპატიმრებს და მოიხდი ყველას ასჯელს რომელიც შენამ ხალხები ჩვენი ერის წინაშე ჩაიდინე ხევანდელი დღე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ აქვს, ხო ვართ მხრეთ? ეხლა ცოტა ხანში ჩვენ გეტყვით იმ გეგმასაც უნდა გავაკეთოთ. თავარია რომ ხევანდელმა დღემ უკვე მოგცა ჩვენ ერთი რამ ის რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ქვეყანა ეხლა რასაც ჩვენ გვებრძვიან ეს არის ყველაფერი უკანონო ეს უნდა დაიმახსოვროთ ყველა და როგორც კი ჩვენ ამათ გავისტუმრებთ ისინი სასტიკად დაიჯებიან ეხლა ცოტა ხანში ჩვენ შეგატყობინებთ გეგმას თავარია მოიციეთ ყველა ნაკ რუსთაველიდან მოგზავნით